ამერიკაში ტრანსმედიცინას უტევენ. არასრულწლოვანთა სხეულის დასახიჩრებისათვის სასჯელი 10 წლამდე მკაცრდება. თეთრ ხალათებში გამოწყობილი სადისტები, რომლებიც ბავშვების გაუბედურებაზე მდიდრდებიან, ამერიკიდან შეერთებული შტატების პროკურატურის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნებიან მოქცეულნი. ამერიკის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომლის მიზანია არასრულწლოვნებისათვის ტრანსგენდერულ ჯანდაცვაზე წვდომის კიდევ უფრო შეზღუდვა. მემორანდუმში წერია, რომ იუსტიციის დეპარტამენტი გამოიყენებს ამერიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას, რათა გამოავლინოს და უმკაცრესად დასაჯოს როგორც ტრანსგენდერული მომსახურების მიმწოდებლები, ასევე წამლის მწარმოებლები და დისტრიბუტორები. გენპროკურორმა ქვეყნის ყველა პროკურორს დაავალა მკაცრად ადევნონ თვალი და არ დატოვონ დაუსჯელად ისეთი ვითომზრუნველობას ამოფარებული, სინამდვილეში კი სადისტური დანაშაული, როგორიც არის გოგონების საშვილოსნოს სრულად ან ნაწილობრივი ამპუტაცია. ბუნებრივია საუბარია იმ შემთხვევებზე, როცა ბავშვების დასახიჩრება ხდება LGBT ექიმების მიერ გამოგონილი ეგრეთ წოდებული გენდერული დისფორიის დიაგნოზით. ამ ვანდალურმა ტრანსმედიცინამ მხოლოდ შეერთებულ შტატებში 2019-დან 2023 წლამდე 20,000-ზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვი დაასახიჩრა. წარმოიდგინეთ 14-15 წლის გოგონა, რომელსაც გარდატეხის ასაკში უამრავი მიზეზი აქვს დეპრესიისთვის, გუნება-განწყობის ცვლილებისთვის, პერიოდული გაუცხოებისთვის და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს კი ეს თეთრ ხალათიანი კანიბალები ყოველგვარი სინდისის ქეიჯნის გარეშე ერთი ხელმოწერით როგორც გენდერულ დისფორიას ისე აფორმებენ. ამ პატარა გამოუცდელ ბავშვს კი აჯერებენ, რომ დეპრესია არასწორ სხეულში დაბადების გამო გაქვსო. სქესს გადაიკეთებ და ყველაფერი მოგიწესრიგდებაო. საბოლოო ჯამში ეს პატარა ბავშვი ხვდება დასახიჩრების კონვეიერზე და ენგრევა მთელი ცხოვრება, რასაც მომავალში ვეღარაფერი გამოასწორებს, რადგან აღარც ამპუტირებული საშვილოსნო იზრდება თავიდან და არც მოკვეთილ მკერდს შველის რამე. ბონდი უმკაცრესად აფრთხილებს შტატებში მოქმედ ექიმებს, საავადმყოფოებს და კლინიკებს, ხელი არ წაუწდეთ და არ გაბედონ 18 წლამდე გოგონების სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ან თუნდაც დასახიჩრების მცდელობა, რადგან ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და 10 წლით პატიმრობას ვერ გადაურჩებიან. სისხლის სამართლით ისჯება ასევე არასრულწლოვანთათვის სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების დანიშვნაც, რაც ასევე სხეულის დასახიჩრების ტრანსსამედიცინო ტექნოლოგიაა. პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით ამერიკელი ფსევდოექიმები უამრავ მაქინაციას იგონებენ. ამ დამღუპველ პრეპარატებს ხან სურსათის, ხანაც კოსმეტიკური საშუალებების ეტიკეტის ქვეშ მალავენ. ამ თაღლითური სქემების გამოაშკარავება იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო სამმართველოს მომხმარებელთა დაცვის განყოფილების საქმეა და სწორედ მათ დაევალა გამოიძიონ და აღკვეთონ ეს ცრუ ბრენდირების ფაქტები. როცა სხვადასხვა საწამლავი ხან საკვები პროდუქტის სახით, ხანაც პომადის სახელით იყიდება. და კიდევ ერთი ძალზე გავრცელებული აფერისტობა, რომლითაც ტრანსექიმები ხშირად მანიპულირებენ, არის ცრუ რეცეპტები. როცა ექიმები ბლოკატორების დანიშნულების შესახებ ინფორმაციას არასწორად მიუთითებენ. მაგალითისათვის წერენ, რომ ბლოკატორი ადრეული მომწიფების კურნალობისთვის სჭირდებათ, სინამდვილეში კი ტრანსგენდერული გადასვლისთვის უშხაპუნებენ პაციენტებს. დავიცავთ მშობლებს იმავნე პრაქტიკისგან, როდესაც მათი შვილების სქესის შეცვლის ნებართვას თავად იღებდნენ მშობლების თანხმობის გარეშე. მცირეწლოვანი ბავშვები ვეღარ მიიღებენ მათი სქესის შესახებ ვერანაირ გადაწყვეტილებას. არც ერთი სერიოზული ქვეყანა არ უნდა ეუბნებოდეს მცირეწლოვან ბავშვებს, რომ ისინი არასწორი გენდერით დაიბადნენ. ეს სრულიად ახალი კონცეფციაა, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში არ არსებობდა. ამ მავნე იდეოლოგიას საფუძველი რადიკალმა მემარცხენეებმა ჩაუყარეს. მე პირობას გააძლევთ, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ამ სიგიჟეს დავასრულებ. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინა საარჩევნო პერიოდში გააკეთა და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ LGBT პროპაგანდის მანქანას დაუპირისპირდებოდა. საპრეზიდენტო ვადის პირველი 100 დღის აღსანიშნავად გამართულ ყრილობაზე კი ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში, რაც ის ოფიციალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, მსოფლიო საღი აზრის რევოლუციის მომსწრე გახდა. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ვოუქ და ტრანსგენდერული სიგიჟე შეერთებული შტატების მთავრობიდან აღმოიფხვრა.
ჩვენ მთავრობიდან გავაძევეთ ვოუქ ფსიქოზი და ტრანსგენდერული სიკიჟე. ჩვენ დავასრულებთ ბავშვების ინდოქტრინაციას, აღმოვხვერით მილიარდობით დოლარის ფლანგვა და თაღლითობა. ბოლო 14 კვირის განმავლობაში მსოფლიოს საღიაზრის რევოლუციის მომსწრია. არ აქვს მნიშვნელობა კონსერვატორი ხარ თუ ლიბერალი. ის, რასაც ვაკეთებთ, საღაზრს ეხება. ჩვენ დავასრულეთ რადიკალი მემარცხენე გიჟების ხანგრძლივი მმართველობა და ვიწყებთ ამერიკის ოქროს ხანას. წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, მთავრობაში ნამდვილად აღარ არიან LGBT მყარებლები. არავინ იღებს ტრანსებს თეთრ სახლში და აღარც ცისარტყელა ფერებში რთავს კაპიტოლიუმს. მაგრამ რადიკალური LGBT იდეოლოგიისგან თავის დასაღწევად ეს საერთოდ არ ყოფილა საკმარისი. ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანებები, რომლებმაც გადამეტებული LGBT უფლებები უნდა დაარეგულიროს, ფაქტობრივად ვერ სრულდება და ძირითადი ნაწილი მხოლოდ ფურცელზეა გაყინული. წლების განმავლობაში გაძლიერებული LGBT ლობისტური სისტემა ახერხებს გვერდი აუაროს კანონებს და მაინც დაასახიჩროს ახალგაზრდები სქესის შეცვლის ოპერაციებით თუ სხვადასხვა ჰორმონალური აბების გამოყენებით. რეალური შედეგის მისაღწევად აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პამ ბონდიმ გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ტრანსგენდერულ ჯანდაცვაზე წვდომას კიდევ უფრო ამკაცრებს. ბონდის თქმით, ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა მოქმედ ამერიკულ კანონს გამოიყენებს, რათა გამოიძიოს და გამოავლინოს კლინიკები და ორგანიზაციები, ასევე წამლების მწარმოებლები და დისტრიბუტორები, რომლებიც სხვადასხვა ხერხებით და კანონის გვერდისავლით ატარებენ სქესის შეცვლის ოპერაციებს, მოზარდებს პუბერტატულ ბლოკატორებს უნიშნავენ, ახორციელებენ ამ მედიკამენტების დისტრიბუციას და ასე შემდეგ. ბონდიმ პროკურორებს დაავალა გამოიყენონ ქალთა გენიტალიური დასახიჩრების წინააღმდეგ მიმართული კანონები იმ ექიმების გამოსავლენად, რომლებიც არასრულწლოვან გოგონებს ასახიჩრებდნენ და მათი დანაშაულისთვის მაქსიმალურად მკაცრად დასჯა მოითხოვა. ვაფრთხილებ სამედიცინო დაწესებულებებს, ჰოსპიტალებსა და კლინიკებს ამერიკაში დანაშაულია ქალის გენიტალური დასახიჩრების ჩატარება, ცდელობა ან შეთქმულება ამ პროცედურის ჩასატარებლად პირთან მიმართებით, რომელიც 18 წლამდეა. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებს შესაძლოა 10 წლიანი პატიმრობა მოჰყვეს. მემორანდუმი განმარტავს რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო დგამს ბავშვების დასაცავად, მათ შორის საკვების, წამლისა და კოსმეტიკური საშუალებების, ასევე საბუთების გაყალბების შესაძლო ფაქტების გამოძიებას. დოჯი ავალებს თავის ადვოკატებს გამოიძიონ მწარმოებლები და დისტრიბუტორები, რომლებიც ხელს უწყობენ პუბერტატული ბლოკატორებისა და საწინააღმდეგო სქესის ჰორმონების არალიცენზირებულ გამოყენებას. როგორც ირკვევა, შესაძლოა ფარმაცევტული კომპანიები პუბერტატულ ბლოკატორებზე და სქესობრივ ჰორმონებზე ყალბ დოკუმენტაციას იყენებდნენ, რათა დაემალათ ბლოკატორების გამოყენების ფაქტები. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გენერალური პროკურორების კოალიციის შექმნას. გენერალური პროკურორები ითანამშრომლებენ ცალკეული შტატების პროკურორებთან, რათა მოამზადონ საქმეები ჰოსპიტალებისა და ექიმების წინააღმდეგ, რომლებიც ატარებენ სქესის შეცვლისთვის საჭირო სამედიცინო ჩარევებს. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის დროს არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის ოპერაციები კარგ ბიზნეს საქმიანობად იყო ქცეული. ბოლო კვლევებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საავადმყოფოებმა ბავშვებისთვის ჩატარებული სქესის შეცვლის პროცედურებით 5 წელიწადში 120 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს. სქესის შეცვლის პროცედურები დაახლოებით 14,000 ბავშვს ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო სადამკვირვებლო ჯგუფმა Do No Harm-მა გაავრცელა. ის პირველი მონაცემთა ბაზაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ბავშვებში სქესის შეცვლის პროცედურებს აღრიცხავს. მონაცემების მიხედვით მხოლოდ 2019-2023 წლებში სქესის შეცვლის ოპერაცია 5747 არასრულწლოვანმა ჩაიტარა. ხოლო 8579 არასრულწლოვანმა სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები და ჯვარედინის სქესობრივი ჰორმონები მიიღეს. Do No Harm-ის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ რეალურად პრობლემა უფრო მასშტაბურია, ვიდრე მონაცემები აჩვენებს. რიცხვები, რომლებიც შედგენილია 50 შტატში სადაზღვევო მოთხოვნების მონაცემებიდან, არ მოიცავს იმ ბავშვების შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც ოპერაციებისა თუ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების თანხები თავად გადაიხადეს. ან მათი თანხები სხვადასხვა ორგანიზაციებმა დაფარეს. Do No Harm-ის წარმომადგენლებმა ასევე გამოაშკარავეს აშშ-ის საავადმყოფოების ბინძური ათეული, რომლებიც ყველაზე აქტიურად ლობირებდნენ არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის პროცედურების შეთავაზებას და ამაში კარგ ფულსაც აკეთებდნენ. სიაში ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფო ლიდერობდა, რომელსაც კონექტიკუტის ბავშვთა სამედიცინო ცენტრი მოჰყვებოდა.
შემდეგ იყო მინესოტას ბავშვთა კლინიკა, სიეტლისა და ლოს-ანჯელესის ჰოსპიტლები. მოკლედ მთელი სამედიცინო სისტემა იყო აწყობილი ბავშვების სასქესო ორგანოებისა და ფულის საჭრელად. ამერიკაში ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ექიმები ბავშვებს პუბერტატულ ბლოკატორებს უნიშნავდნენ, ხოლო 1990-იანებიდან ისინი არალიცენზირებულად გამოიყენებოდა ტრანსმოზარდების ეგრეთ წოდებული მკურნალობისთვის. პენ ბონდის მიერ გამოცემული მემორანდუმი ცრუ და ფსევდო მეცნიერებაზე უარის თქმასაც გულისხმობს და დოჯის ყველა თანამშრომელს ავალებს, რომ სასამართლოში არ დაეყრდნონ WPS-ის ოფიციალურად გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს. WPS-ი ამტკიცებს, რომ სქესის შეცვლა ოპერაციის გზით ან სხვადასხვა ჰორმონალური ბლოკატორების მიღება არასრულწლოვანთათვის არ არის საფრთხის შემცველი, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი 180 გრადუსით პირიქითაა. ამ ორგანიზაციიდან გამოჟონა საიდუმლო ინფორმაციამ, რომელიც 2021-2024 წლებით არის დათარიღებული და ათასობით ფაილს მოიცავს. თითოეული ისტორია პროპაგანდის შედეგად ბავშვებისა და მოზარდების დანგრეულ ფსიქიკაზე და ცხოვრებაზე ყვება. ისტორიებთან ერთად არის ექიმების ჩანაწერები და დისკუსიებიც, სადაც მედიკოსები თავად აღიარებენ, რომ ყველა ქირურგიული ჩარევა სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები თუ სხვა სახის აბები ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა. როგორც ირკვევა, WPS-ის წარმომადგენლები არ ამახვილებდნენ ყურადღებას პაციენტის ჯანმრთელობის გრძელვადიან შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ ჰორმონების და სხვა სამკურნალო საშუალებების მძიმე და პოტენციურად ფატალური გვერდითი ეფექტების შესახებ, ისინი პაციენტებს ამის შესახებ არაფერს ეუბნებოდნენ. ფაილები იძლევა ნათელმტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ექიმებმა და თერაპევტებმა იცოდნენ, რომ არასრულწლოვნებს სთავაზობდნენ მკურნალობას, რომელიც სამუდამოდ ცვლის მათ სიცოცხლეს ისე, რომ ბავშვებს ბოლომდე ეს არ აქვთ არც გააზრებული და არც ესმით. WPS-ის წევრებმა ასევე იცოდნენ, რომ პუბერტატის ბლოკატორები, ჰორმონები და ოპერაციები გამოიწვევდა უნაყოფობას და სხვა გართულებებს, მათ შორის შესაძლოა კიბოს. მიუხედავად ამისა, ისინი განიხილავდნენ ქირურგიულ ჩარევებს ახალგაზრდა პაციენტებისთვის, მათ შორის ვაგინოპლასტიკას 14 წლის ბავშვისთვის და ჰორმონების კურსს 13 წლის მოზარდისთვის. ფაილები ფაქტობრივად ადასტურებს, რომ სამედიცინო ცენტრებისთვის მთავარი ბევრი პაციენტია, რაც მეტი ადამიანი გადაწყვეტს სქესის შეცვლის ოპერაციას და სხვადასხვა პრეპარატებით გაჭრიფვას, მით მეტ ფულს იშოვიან კლინიკები და მეტად გამდიდრდებიან მათი მესვეურები. მათ დოლარების გარდა არაფერი აინტერესებთ და არც არაფერზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ. მიუხედავად ამ ინფორმაციის გასაჯაროებისა, მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ოპერაციები თუ სხვადასხვა მედიკამენტოზური ჩარევა არასრულწლოვნებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. აშშ-ის წამყვანი სამედიცინო ასოციაციები ხარს უჭერენ გენდერული ტრანზიციისთვის საჭირო ეგრეთ წოდებულ ზრუნვას და ეწინააღმდეგებიან მის შეზღუდვას. რობინ მარილი, კონსტიტუციური სამართლის ასისტენტ პროფესორია ორეგონის უილამეტის უნივერსიტეტიდან. ის ამბობს, რომ ექიმები კანონს არ დაარღვევენ, თუკი ტრანსმოზარდების მკურნალობას განაგრძობენ იმ შტატებში, სადაც ეს ჯერჯერობით კვლავ კანონიერია. ის ასევე აკრიტიკებს ბონდის მიერ შემუშავებულ მემორანდუმს. ეს არ წარმოადგენს კანონის ცვლილებას. მიზანი ის არის, რომ ექიმებს შეეშინდეთ აუცილებელი ზრუნვის გაწევა მოზარდებისთვის, რადგან ამას შეიძლება მიენიჭოს როგორც ქიმიური ან ქირურგიული დასახიჩრების კვალიფიკაცია. სულ 27-მა შტატმა მიიღო ზომები, რომლითაც ზღუდავენ მოზარდებისთვის გენდერული ტრანზიციის შესაძლებლობას. დანარჩენ შტატებში სასამართლოებმა შეაჩერეს ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც არასრულწლოვნების დასახიჩრებას კრძალავს. საქმე კი უზენაეს სასამართლომდე მივიდა, რომლის გადაწყვეტილებაზეც არის დამოკიდებული. რეალურად შეძლებს ტრამპი არასრულწლოვნების გადარჩენას, თუ ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც წინა ადმინისტრაციის დროს იყო, უბრალოდ 27 შტატით ნაკლებ ტერიტორიაზე. ბონდის მემორანდუმი წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთ მორიგ მცდელობას არასრულწლოვნების დაცვის კუთხით. გენერალურმა პროკურორმა საკანონმდებლო საქმეთა ოფისს დაავალა მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც შექმნის სამართლებრივ შესაძლებლობას იმ ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის, რომელთა ჯანმრთელ სხეულის ნაწილებს ზიანი მიადგა ქიმიური ან ქირურგიული დასახიჩრების შედეგად. ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები ფაქტობრივად ყველაზე ყოვლის მომცველი ნაბიჯია, რაც ამ დრომდე ამერიკის რომელიმე მთავრობას გადაუდგამს ტრანსგენდერული სამედიცინო ჩარევების დასასრულებლად. თუმცა სანამ ქვეყნის სასამართლოების დიდი ნაწილი ვოუკ იდეოლოგიის მიმდევართა ხელში იქნება, LGBT ლობისტების საბოლოო დამარცხება გადაუჭრელ პრობლემად დარჩება.
როგორი მკაცრი და პრინციპულიც არ უნდა იყოს ამერიკის მთავარი პროკურორის ეს მემორანდუმი ტრამპის ადმინისტრაციის სხვა უამრავი განკარგულების მსგავსად, აქაც ირკვევა, რომ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პენ ბონდის მემორანდუმი მთელ ამერიკას ვერ ფარავს. მხოლოდ 27 შტატია ქვეყანაში, რომლებიც რეალურად ზღუდავენ არასრულწლოვნებისათვის ტრანსგარდამავალ ეგრეთ წოდებულ მზრუნველობაზე წვდომას. ასე რომ მთელი იმედი დღეს უზენაეს სასამართლოზეა, რომელმაც უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება 5 შტატებში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლითაც პრეზიდენტის განკარგულებებია შეჩერებული. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. თუ ამერიკის უზენაესი სასამართლო ბოლომდე შეინარჩუნებს საღაზრს, არ მოექცევა ტრანსნაციონალური კორპორაციების გავლენის ქვეშ და ბოლომდე შეეწინააღმდეგება ზეწოლას, რომელსაც ამერიკის ოლიგარქიული ოჯახები ახორციელებენ, ცნობისათვის ტრანსმედიცინა სწორედ მათი უმთავრესი ბიზნესია. და თუ ეს ბიზნესი მათ ჩაუვარდათ, მაშინ შტატებში მართლაც რომ LGBT შიზოფრენიის დასასრულის დასაწყისი შეიძლება ვიხილოთ, რასაც გულწრფელად ვუსურვებ ყველა ჯანმრთელ და საღად მოაზროვნე ამერიკელს. დროებით.